ხო და ეგ იქით იყოს და ეხლა საქმეს რაც შეეხება. უკვე წნორთან შემოვედით. რა ჩერე? რატო? ბრუნდებით უკან მზესუმზირებთან ძალიან დიდი ალბათობა არის ხა აქ რომ მანქანა დაგვეჯახოს, იმიტომ რომ ძრაობა არის, მაგრამ რას ვიზავთ? მერე ჩავალთ წნორში. ალკოჰოლი არ გვიყიდია, მაგას ვიყიდით. აგერ ვიპოვეთ საზამთროს გამყიდველი. მივა ეხა კითხავს თუ შეიძლება აქ შესვლა. კლიენტს უკარგა ვიცი? და რა ვქნა? მეც ვფიქრე, იქით გავაჩერა. ო აბა. მოხდი ზესუმზირების ფერმაში. აი კაცის ყოფილა ეგ ყველაფერი. მე საზამთროს. აი ნინის ახალი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა. მესვია ჩუქა. ძალიან კარგი ბიჭი არის. იქნება გაეხსნას მომავალი თუ რა ქვია. კი. ისმოდა. აი მეგობრებო ავიღეთ. 1 2 და 2 არ გვეყოფაო რა. და მესამეს გაქვს. 4 რა არის თითო. თუ მოგეწონებათ მომწერეთ და ჩამოგიტანთ. კაი, მოვიმზადოთ ახლა ველურ ბუნებაში შესავარნად. მალე მივალთ და უკვე გაჩვენებთ მერე როგორ იშლება ბანაკზე ტერიტორია, ამას უკვე ჩვენი ნინიკა გაჩვენებთ. გაშლის იქ ყველაფერს. მე ოპერატორი ვიქნები. ზღოლიც ეგ არის, ქალიც ეგ არის, კაციც ეგ არის, იქით უნდა შეეხვია ეხლა გაცდა. შევიდა? არა, თვითონ შემოვა. აი დაახლოებით რო აგიხსნათ სიტუაცია. აქ არის ოხში მიწა. რაღაც იდეაში კარავი უნდა გაგვეშალა. აქ რაღაც 2 ცალის კამი იყო. და აი აქ არის შეშა, რომელსაც არ აქვს ის რა. მოდი აბა, მაყურებელს აინტერესებს შენი აზრი. ცელია. წერა ქვია და ნიჩაბია. ერთი დავჩეხო ეს. ამ სამით. აი ნავთი ბენზინი აი. აჰა. ბენზინი აი. ბენზინი, დამჭირე ფანარი. ხა გავსინჯავ და. ბენზინი. რა გწინს? გარეთ გაწინდა რა და აი თავსახური. აი გენ მაგიდა არის ყოჩა ხოხტა. შედი? აი თან მოვიტანო რა. მენი აზრით ეს ღია, ვი? ვახ, რამდენი წერი არის შეხედეთ. არა, აქ ვერ შევათ, წერებია. წერებია. აუ, აი მასზე ხა მინდა რომ სკოპ, აბა ვნახოთ. მე შევძელი მეგობრებო. ასე უკანაც გადავა. კაი, წავედით, აქ რა გვინდა, არ გვინდა აქ. სადმე? გასეცით იმის გამოწერს. იმას რა ხარ ჯიუტი, უნდა გაგოშალა კარავი. ეხლა გავთიშავ, ცოტა ხანში დაგიბრუნდებით მეგობრებო, ეხლა წვიმა გადაიღეთ ცეცხლს, დავმართებ. შესაძლოა გვაქვს რაღაც საქმელი არ გვიჭამია დღეს არაფერი. მოვიტანეთ გაზის ბალონი ერთგვარი, ეხლა ავმართებთ. და მე ვიქნებიო დღეს მზარეულიო და შევწვამ სოსის. აბა გითხრა. გავმართე. უი. ვაიმე, პირველად მიჭირავს მიკროფონი. ეს როგორიცია, რაღაცნაირად ვიკეთებ, მოიცა. აუ, მეგობრებო, ესე იგი რა მინდოდა მეთქვა.
ჩვენი სპონსორი არის კომაგი სპონსორი. მოგყევით 1-2 სიტყვით თქვენ შესახებ. ესე იგი მეგობრებო სანამ ადამიანი შენი კიდე დამესხა თავს რაღაც წერი მუშაობენ მე ხა განახებთ როგორ უნდა დავლიოთ რომ თქვენ შეიგრძნოთ ყველაფერი ის რასაც მე ხა ვისო როგორ კეთდება გაზბალონა დამიჭირე კამერა და მე ვიზა მე მიმიშვი კაცი მიმიშვი ეს სხვათა შორის ქართული იუთუბერების გამოსწავლე რომ აქ იყიდებენ რა და ხმა უკვე არის და გვინდა ვიღებთ ბალონს ვიღებთ გაზს აი მას ხო ხედავთ ორი ცალი არის ერთ-ერთში შევყობთ გრამე შევყავ ერთი წუთი დამაცა და შეყოფა კაცის საქმე არის შევყობთ დავატრიალებთ სო ხმა გამოდის არ გამოდის ეხლა უყურე ის უნდა ცეცხლი უნდა ეს არა ცეცხლი არ უნდა აქვს თავის ცეცხლი უნდა არა აქ მაგას აქვს კაი ეს ფოგოფეთ არა ისედა არა გამორთე მოდი გაჩვენო რა თქვი არა აქვს აბა ეს რა არის ანუ არ მუშაობს ადამიანო მაშინ შენქენი ხო გავიგე მაგრამ შენქენი მე ხელზე ბალანი მაქვს და დამეწვე შემეტრუსება შენ ხალი ხარ არ ხნა გამორთ ანუ ესე აფეთქდება მე ვიზავ გეხოცები როგორ ანუ კარგად გამორთე და მან იცის და მე არ ვიცი რატო უშვებს არ მაქვს მოშვებული რატო აინთო არ ვიცი ხა გაზ რამდენ ლარათა ტემუზე გამოწერილი 20 ლარიანი რაღაცა გაქვს ხო მაჩუქეს რა ვიცი მეგობრებო მემსახურება და თუ გინდათ ადამიანს სიკეთე უქნათ აი ეს არაჩუქოთ არა მე მადლობელი ვარ რომ აჩუქე თუ უყურებ მადლობა სახელს თქვი არ ვიტყვი მე გეტყვით რომ ეს არაჩუქოთ ჩაიდანია არ ვარ არაყიღრება არ არის პატრონი არ სხვათა შორის მეგობრებო ეხა მინდა გითხრათ რომ ჩვენ ვართ რეინჯერის სახთან და აი ეს კარი არ უნდა იყოს დაკეტილი ჩვენ იქ ვიკითხეთ სოფელში ჩავედით რომ აქ კარვის გაშლა შეიძლება თუ არ შეიძლება ჯერ არ გაგვიშლია კარავი მაგრამ როდესმე აუცილებლად გავშლით მაგრამ რეინჯერიო იქ არისო კოტეჯში არისო მიდითო გაესაუბრეთო და ერთი 8 საათი აქვს რამდენი საათი აქვს ვართ ბევრი საათი აქვს და არ არის რეინჯერი არ ვიცი რატო არ არის მაგრამ არ არის აუ ეს მიყვარს ეხლა აი ეს უყვარს ძალიან და ეხლა მენახე რას ვიზავ რა არაფერი არ ქნა არ ეს სახადე აი ამ ჭიქით მეგობრებო აი ამ ჩაიდნით მოდი ყველა ჩაიდნის მოყვარულ ადამიანს გაუმარჯოს მოკლედ გადავიდეთ მეორე ლეველზე. სულ გვაქვს 3 ლეველი. ეხლა ვართ მეორე ლეველზე, მეორე ლეველი უკვე მოდის საჭმელთან ერთად. პირველი ლეველი იყო უსაჭმელოდ. ბა. მუშაობ, ეხლა მუშაობ მე კამერასთან იმას ვსწავლობ, მეგობრებო, რომ იცოდეთ რა. აქედან უმრავლესობა. მე კიდე გიყურებს? ეხლა ლაივში კი არ ვარ. ვიდეოს რა. დავიჯერე. ამდენი უყურა და კი აგზელეს. ხო, ძალიან საინტერესო კითხვა დასვა ეხლა ჩვენმა მეგობარ, მაგრამ აქამდე თუ ვიღაცა მოხვედით, ესე იგი ცოტა შიზოფრენი ხართ. და მე გირჩევთ, რომ შემდეგ უქმეებზე, ან არა უქმეებზე, წამოხვიდეთ ჩვენთან ერთად სადმე. სასმელი ჩემზე იქნება და არჩენი თქვენზე იყოს. ცეცხლის დანთება, მომზადება, საჭმლის მომზადება, კარვის გაშლა, კარავი არა გვაქვს მოკლედ რა დეტალებს დავწერ მე ქვემოთ იმაში
ეს არის ჩვენი თეფშები. მეგობრებო. ეს წამიჩ, რატო? ჩემ კონტენტს მოვუშლი და კაი. ანუ აქ მარტო მე არ ვარ კრეატორი, კონტენტ. მამინდა და წევამ გადაიღო და ხო არ გავიდეთ გარეთ. აპა, არ გადაუვია. წევს. კაი, დავასხათ. ეს კამერა მინდა ეხლა რომ დავდოს სადმე რა. დავასხათ. ნაგავი სად გვაქვს? აუ, ნუ ხრე. არა, ნაგავი არის. ყველა იმ წეს გაუმარჯოს, რომელიც სინათლისკენ მიისწრაფის შენი თამადობით. ყველა რა? ყველა იმ წეს გაუმარჯოს, რომ წერი. ხო. ჟუკ. ბლიად. აუ, ხთნია რუსო. ოიმე. ხთნია. და სრულიად რუსეთის დედა შევეცი მე. რა გინდა მასა და მოსაო. ხიე. ეს გაიწი. აუ, შევწუე უკვე და ეხა რა რაზე? აუ, ჩაქრა. მთელი ჩემი გამოწერები შენ გიყურებს. მართლა კიდე კი, 140 კაცი მინიმუმ ეხა შენ გიყურებს. და არსვა, ვაფშე არსვა რა. მოუხადე ბოდიში მათ. აია. არა, დასვით წავა რა არის პრობლემა. რისისთვის? რისი გულისთვის? პომიდორიდან. კიტრის გულს აწავა. სიგარეტი რო ვიცოდე რო იქ არის? არის. სიგარეტი. იმენა სიგარეტი. რა ჩვენი სპონსორი არის? მართლა, აუ, წითელზეა. ყველა ვიდეოში მთვრალი. წითელზე არის. არა, პირველად ვსვა. просто ნახე ეს წითელზე არის რა კნოპი. ელემენტი. და can you give me your fucking this კლინჯი რო გამორთო წითელი ვიბრატორი და ეს დავტენოთ შეიძლება? პირის ვიბრატორი რა. ვიბრაცია ხო აქვს? პირში ხოიდებ. კაი მეგობრებო, ხა გავთიშე. და დღეს თუ კიდე შევხვდით, ესე იგი ყოჩაღ ჩვენ რა. იმიტომ რომ არ ვიცი რატო. თაფანა. შენი აზრით. აი ახლა ჩვენ იმ დაწესებულება შევიშვებენ? არა. ჩვენ ახლა მეგობრები ბიჭები ჩავედით გვერდზე მდგომ სასტუმროში, ხო ესე ვთქვათ, ხო? კოტეჯებია ხო? კოტეჯები არის, სადაც გვინდოდა, ახლა ამას დავლევ და გეტყვით რა ხდება. მომინდა ერთი ღერი რა. ჩავედი და ჩვენ არანაირი ბარი არ გვაქვს, არაფერს არ ვყიდით, რომ ორი ბიჭი იყო რა, სუქანი და გამხდარი. რა არის ეხა ეს სუქანი და გამხდარი რა? ვერ კითხულობა. ხო, ონთო თქვენო ამ სიგარეთზე ბევრი აღარ იწვალოთო და სოფელში არ წახვიდეთო იქ ვიღაცა დაგიჭერთო რა. ძალიან კარგი ყმაწვილი ბიჭები იყვნენ. მე ხა ერთს მოვწევ და მეორეს შევინახავ რა. რა, სასაცილო რამე? ხდება, რამდენი არის ამის საშოვნელად? კარავიც იქნება, ყველაფერიც იქნება, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ჩემ ვიდეოში სიგარეტის მოწევის კაცს თქვენ ვეღარ ნახავთ. რომ მაგარი მოვიფიქრე. არა მოწევას. ძირს მოწევა. ითხარი რა. აი ამდენი ძვალი ჩაიკეცე ჩაკუზვისას უკვე იმასაკში არ ხარ რომ მე მესაუბრო რა. კაი გაჩო, ანუ არა ფიზიკური შეხი. ბოდიში მოიხადე. ბოდიში. მოიცა დავიმშვიდობოთ. ეხლა ჩვენს გამოწევს, იმიტომ დღეს ბოლო დღე. ერთი წუთი. მეგობრებო. ხვალე გათენდება ჩვენ ეს ორი ადამიანი ავდგებით და ავალთ
გურგენიანის ჩანჩქერს. გათენდა დილა. გამოჩნდა რეინჯერი დილით, რა თქმა უნდა და გაგვაღვიძა, თავისი ფუნქცია შეასრულა ბოლომდე. და ასეთი რაღაც შემოგვაპარა თუ შემოგვძახა თუ გვითხრა რომ ეს 2 დღეაო წვიმებიაო. ეს მდინარეო ადიდებული არისო. ყველა ხიდი წაიღო და ვერ ახვალთო ჩანჩქერზეო. რამაც ნინიკა შეაშინა, პანიკაში ჩავარდა, მადა დაკარგა დილით ვერც ჭამა, ვერაფერი. და იძახის ვაიმე, მეშინია, ვერავალთ. თქვენი აზრით ეს მიკროფონი წყალგამძლეა? ჩემი აზრით არ არის წყალგამძლე და მოუწევს ახლა ახალი DJI-ის ყიდვა. რას ვამბობდი დამავიწყდა, მაგრამ ჩემი აზრით რადაც არ უნდა დამიჯდეს, მიუხედავად იმისა, რომ აი ამ წუთაც გადაადგილება მიჭის და სკამზე ვარ მიჯაჭული. ინვალიდად ვარ, სკამად ვარ ჩავარდნილი. ასე 1 საათში ჩემი აზრით იმ ახალგაზრდა ყმაწვილის ნაჩუქარ ნესვს რომ შევჭამ, 2 ჭიქას რომ ჩავარტყავ, ავდგები და წავალ რა. ეს გაჭირვებული იძახის პატარა ჩანჩქერზე წავიდეთო და პატარა ჩანჩქერი არც მე მაინტერესებს და არც თქვენ გაინტერესებთ. ნახოთ ეხა გზები გაიყოფა თუ შეიყოფა. შეიყავე. კამერა გაითიშე. გაინტერესებთ რამე კიდე. ამინდი როგორია? ჩახუთული არის რა. ახლა ეს წყალი შემესხა, მაგრამ ისეთი ამინდია რა, რო ცხელა რა, მზე არ არის, მაგრამ ცხელა. იწვიმებს თუ არა დღეს? ნახე, სუნამო დაისხა. ჩისეი და ზენს ხმარობს, ვისაც გაინტერესებთ. კიდე რა გაინტერესებთ? აბა მკითხეთ, მიდი გამოუშვით კითხვები. კი. რამე წვრიანს შევჭამდი რა. არა, წყალი საერთოდ შემოსულა. კაი კარავი არის, შეგიძლია გამოიწეროთ. თუ იყიდოთ, არ ვიცი. ეს კარავი სად იყიდენ, მაყურებლებს აინტერესებთ. ტემუზე იყიდა კარავი ტემუზე. Fox, რაღაცა Fox. უდაბნოს მელია, ძალიან მაგარი ბრენდი არის. და თუ იყიდით, აუცილებლად ეს იყიდეთ. რა ორი კაცი საკაიფოთ ეტევა, 3 გაჭირვებით, როგორც იტყვიან ხოლმე. რა ღირდა? 250 ლარი, კარავი. მე ჩემ კარავსაც განახებთ, იმ დღეს ვიყიდე, ჯერ არ გამიშლია, ვერ დამიდე. ზოგადად მე რო იცოდეთ, აი ზარმაცი ადამიანები ხო იცით, მაგათ შორის ყველაზე ზარმაცი პიროვნება ვარ რა და ჯერ არ გამიშლია. ხან ძირს მძინავს, ხან სხვის კარავში მძინავს, ხან ჰამაკში მძინავს და აი კიდე რა გაინტერესებთ. ეს კამის უეჭველი ტემუზე იყიდიდა. მაგიდაც ტემუზე ვიყიდეო და ის ყავის ჭიქაცო, თერმოსიცო და აი, რეინჯერი მოვიდა. გამარჯობა. რომელ საათზე მოხვით? ასე 8-ზე. გამდებოდა უკვე. ახალი წასული ვიყავი რა. ხიდი არ არის. ვერ გადავალთ დინარეზე, რო გავტოვო. მე მაგასაც ცხენიცაც ვერ გავრისკამ, რომ გავიდე. ანუ აჩქარებული. არა, ვერ. დავა ყველა ვიცი მოვიდა, ყველა დავორდინეს. რამე სხვა სანახავი აქ რა არის? ახლომა. მოდიხი ახლა იქ არის კაპიტალური ხიდი არის. რკინის ხიდია კაპიტალური. ის პატარა ჩანჩქერზე რო ავიდე? ხო, პატარა ჩანჩქერზე ვახვიდეთ. მეტი არის? მაჭის ციხე რო არის, აი მაწიმში რო ხო, ეგ მაჭის ციხე ვიცი, მან ვის უნდა? ხო, პასპორტი უნდა, მესაზღვრეები ხო. პასპორტი თუ არ მაქვს ვერ ავალთ.
გზაში დგიან პირდაპირ ეგენ და დაგაბრუნებენ უკანა. ხო, ანუ ვერა. აი ესე, ვისაც გაინტერესებდათ რეინჯერი რა კაციაო, კახელი კაცი ყოფილა. ორნი ყოფილა ნახეთ წვილებში. რავი, უნდა წავიდე ჩანჩქერზე? აუ, ეხა მარტო ხო არ წავალ და შენ თუ არ მოდიხარ, რა ვქნა? რუმიანას ისმევს, ეხა თუ რაღაცას ისმევს, რა ფილმებში რო არის ხოლმე ეს უცბად რო დაამუხრუჭეს მანქანა და სახეს რომ მიარტყავს ხოლმე წინ სკამის ბურთზე და იქ რო სახე ხატია ხოლმე მაგას ისმევს ეხა სახეს. არ არის ეს ქალი ტყეში გასაშვები რა. მეთახვები? აი, ავდექი ეხა მე. სახეზე წყალი შევისხე და მივიღე მერე გადაწყვეტილება. რა ვქნა შემდეგში. აჰე, როგორ შემაქანა? დაიმახსოვრეთ ეს ბრენდი. მოკლედ იმ ჩანჩქერზე მარტო აღარ წავედი რა. ვერახვალთო და შემიშინდა. თანამგზავრი. ხო და აქ ეხა პატარა ჩანჩქერი არის, რომელზეც ასვლა არ იღისო, მაგრამ ავალ მაინც რაღაცას ხონა უნდა. ცოტა რო აგრილდება შემოდგომაზე ავიდე მინდა აქ ზემოთ შავი კლდეების ტბა რო არის. ვა, ბზიკი დააჯდა კამერას, იცი? ხო და ახლა გავიგებ ერთი პირობებს ფასიანია მან დასვლა მე მგონი და გავარკვევ აბა. აი აქ ვარ რა. აი იქ არის შენობა ადმინისტრაციული. აი ამ ხეივანში მივალ, გავივლი, გამოვივლი. აგერ გეიარე უბრალოდ დაწერე 19 რიცხვი დღევანდელი. ორი კაცი. შენი სახელი გვარი მე. ქალაქი. მომისმინე. დასაწყისი ადგილი 400 მეტრი მანქანის და მიდის. ხო. იყოფა გზები. მდინარე. ამ მდინარეზეა. მე აგძელებ მაღლა ადიხარ 50 მეტროს პირდაპირ 100 კილომეტრი. ორი თავშესაფარია. მეტეო ხო იყო ადრე რო ხარ ნამყოფი. მეტეოს თავზე ქოჩალო აშენდა კიდე უკეთესი შენობა. თუ გადმოცა დედოფლის წყაროს გადაჭერები ხარ სიღნაღს, ლაგოდეხს, აზერბაიჯანს მაღლიდან. შავკლდეებს. აი, მოკლედ ეხა გზას ხო არ გადავიღებ, არა, ბილიკი მიდის ხიდზე ხო გაიგეთ აცილაპარაკა იმ კაცმა რა და მივალ და გაჩვენებთ ჩანჩქერს რა. აი, გაჭირდება. ვა, დათვი. ხედავ? ანუ შეიძლება დათვი შეგხვდეს? არა, ისი არის სილამაზისთვის. ხო, მაგიტომ აქვს კამერა მომარჯვებული. ირემი მგელი, ჩიტი, დათვი, ფოცხვერი. ეს არის მცირე ჩამონათვალი, რაც ხოველით შეიძლება ჩვენ გადაგვეყაროს. აჰა. ირემის ყოფილა. მამალი, დედალი, ფურირემი. ლოსი. მოკლედ ცხოველთა სამყაროთი მრავალფეროვანი არის აქაურო. მაგარი შემეცნებითი ტყე არის. სად მიდიხარ? აჰა. გნო ეს რა ცხოველია? როჭო. როჭო გაგიგია? აი ეს არის ხოჭო. აი ეს რა არის? დანა მათხოვე ნაჯახი? რამდენი წლისაა ეს ხე? გვეკითხება ეს. ეხა ამისთვის მეგობრებო, სულ მინდოდა ეს თქვენთვის ამეხსნა, უბრალოდ ხეს ხო არ მოვჭრედი ამისთვის. ამ ხელახეს. ეხა დავთვალოთ რამდენი წლის არის ეს ხე. დაიბადა 1 ნახე ეს ამ ხელა 1-ია. 2 3 4 5 6 7 8 9 აროჩი ხა ამის დათვრა მეზარება. აი მივზუმო და თუ გინდა თქვენ დააპაუზეთ და დაითვალეთ რა. რაღაცა ვიპოვე და აბა ვინ გამეცნობთ რა არის ეს. მიდი ყური მიადე. მოусმინე ლაგო ტყეში სეინობისას მრავალი განსხვავებული იქით. ნახე სადადებ რა. მიადე. ვა! არ ქნაკთ ხო? აი გავიწია აქეთ რა. ჩემი ხმა ხა სხვანაირად ისმის?
როგორ? ჩუ ერთი. აი იქით არის ჩანჩქერი. ეს ტრიალებს? აი ხა უკვე მესმის, რამდენი ხმა მესმის, ჩანჩქერის ხმა მესმის. რაღაცა ეჭვი მაქვს, რომ წვედა ვარტყით ძალიან უაზრო, იმიტომ რომ აი ეს სისულელე აბრები გვენახა დედალ-მამალი ჯიხვები. ეს ორივე მამალია, ხო? ჰა? გეი ჯიხვების რო არსებობდა, იცოდით, აი? ეს არის პირველი დასრული ჯიხ ყავს, დასრული ყავს ჯიხ. აღმოსავლური და კავკასიური შეხვდნენ ერთმანეთს და იქ ორწინეს. ხო და აი პირდაპირ წამოსულიყავი და იქით არ შეგვეხვი, ამ გზით მოვიდოდით აქ და ვერ მივხვდი სიმართლე რო გითხრა. ლამაზი ტყე რო გვენახა, მაგიტო ესე გაგვატარეს. ახლა მოვდიოდი ჩემთვის და უცბად რაღაცა წერი დავინახე და ერთი ისტორია გამახსენდა, ძალიან საინტერესო და მინდა რომ თქვენც მოგიყვეთ რა. საქართველოს ერთ სოფელში ორი ქალი ცხოვრობდა. ნათელა ერქვა ერთს და მეორეს ციცი. და ძალიან უყვარდათ ერთმანეთს შეხვდებოდნენ, აი ანათებდნენ რა. წარმოიდგინე, აი ღამე თუ იყო, ციმციმს იწყებდა ეს ნათება და მერე ესე შეერწყნენ ერთმანეთს და ერთიან არსებად გადაიქცნენ და ციცი ხო ერქვა და ნათელა და მაქედან მოდის ეს სიტყვა ციცი ნათელა რა, ვინც არ იცოდით, ჩაინიშნეთ. აი ტიბები. Only two people. Όλο ორი ადამიანებია. ორი. ერთი რო იყოს 140 კილო. მოკლედ ცხელა ძალიან. იკაია. საფხული მიყვარს. სიცხე არ მიყვარს, თოვლი მაგრამ. ცხელა და მაგრამ ცხელოდეს. გაიოფლები გაშრები. წყალს შეისხავ გაგრილები. კიბეები არიან ესეთი. თელგზა სადაგზა ესეთი კიბეები არის. სოკოებიც არის. კაი. ჩემის გამოთვლებით სულ მცირედი დარჩა. ვა, ნახე. თოკი. მუაჯი. ხილად წინ ციცაბო ბილიკია. აი ეს არის ის ცნობილი ციცაბო ბილიკი. სიტყვას დააკვირდი თვითონ აბო, ციცო და აბო. ციცაბო. ეს ის მომენტია, როდესაც ციცო და აბო შეხვდნენ ერთმანეთს. ჩემი ინფლუენსერი მეგობარი დარჩა ქვემოთ, რომ კონტენტი გადაიღოს იქიდან. ციცაბო ბილიკის. მოკლედ, მაინც მინდა გითხრათ, რომ იცოდეთ, რომ აი ჩანჩქერი ხარაზეც მივდივარ. აი ამად არ არის რა. აი ამ გზად, აი ამ აღმართებად. ნამდვილად არღის მაგ ჩანჩქერის გულისთვის ამაზე ამდენი წვალება. ის მეორე ღირს. იმიტომ რომ ის მართლა მაგარი ჩანჩქერია. მაგრამ ეს იმდენად არა გრადი ჩანჩქერია. თუ რა ქვია მაგას, არა ჰიგიენურად ლამაზი, რომ ჩემი ობიექტური აზრით არ ღირს აქ წამოსვლა. არავის არ გირჩევთ. აი ხა მივარ, ცოტა დარჩა ერთი 10-15 წუთი და გაჩვენეთ და თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ. ეხლა გზაში რეალურად ძალიან ბევრი ადამიანი შეხვდა, ვინც მოდიოდა უკვე იქიდან. და ეს ყველაფერი მხოლოდ იმით არის გამოწვეული, რომ იმ ჩანჩქერზე მეწყერი მოწყდა თუ რაღაცა მოვარდა, ხიდი წაიღო. იქ ამაზე დიდი მდინარეა.
და არ უშვებენ რეინჯერები იმ ჩანჩქერზე და შესაბამისად რა ქნა ამ გაჭირებულებაც ესტონეთიდან ჩამოვიდნენ აქ და ადიან ამას. აი როგორი ხავსიანი ხე არის, ნახე. ყველა ხე ხავსიანი ყოფილა. პირველად ავიხედე, მაგრამ სულ ესე მოვდივარ. მე შემიძლია ზოგადად რა და თქვენ გახსოვდეთ რომ ესეთ გზას თუ აპირებს აღმართი დაღმართი წინა ღამეს არ დალიოთ. ეს ყველასთვის არ არის, ყველას არ შეუძლია. მხოლოდ შეულების ხვედრია ეს. ხმა ისმის. ეგარი რა. ვალაკა. ავალ. მე ვაით მაინც იყოს რამე საინტერესო. აქ ზაღლები ხო. პატარა, მაგრამ ძლავრი არის რა. სავარაუდოდ ზემოთ ვერავარ. ვარ დაგიმალოთ ეხლა. მაგრამ კაია, მაგრამ აი იმად არღის. ის მეორე ბევრად ჯობია რა. ერთ ეკვილდები რომ შემდეგში იქავალთო, მაგრამ თქვენ ხო იცით რა ადის, არ არის პრობლემა, ჩვეულებრივი ბილიკი ადის იქაც. ჩვენი კომპანიონი დავკარგე დაში კონტენტის გადასაღებად შეჩერდა და იმის მერე აღარ გამოჩენილა. მაგრამ სავარაუდოდ მოვა. ციცაბო დაღმართი არ ჩავარდებოდა. აი ესე წვალობენ ძაღლები ეგეთ ხიდებზე გადმოსვლას და იზრუნეთ მაგაზე. მოდი მეგობრებო, ახლა გავაკეთოთ შემაჯამებელი ჩართვა. ანუ რა მივიღეთ? ფოცხვერი ვერ ვნახეთ. არ არის აქ ფოცხვერი. იმ ჩანჩქერზე ვერ ავედით, რაზეც მივდიოდით. ახლა ისიც არ ვიცი, აი ეს მდინარის ხმაური რო არის, ჩემი ხმა საერთოდ ისმის თუ არა მან. და კიდე რა უნდა მომიაბა ერთი კვერი. რამე საინტერესო ადგილი თუ მოგაგონდებათ, აუცილებლად მითხარით რომ წავიდე, გავერთო. დალევა თუ მოგინდებათ ცეცხლთან, არ მოგერიდოთ, მომწერეთ პირდაპირ. ზე ჩავიდა. ეხლა დაგემშვიდობებით და შევხვდებით ასე 1, 2 ან 3 კვირაში. კაი, გათიში. მომაწოდე კამერა. თავი ხო არ დამეწვა ერთი ნახო. ძალიან მინუსი არის ჩემისთანა კაცისთვის, თავზე თმა რო არ აქვს. აი ეს მზე, როცა ანათებს, ეგრევე გეწვება თავი. აბა, შევხვდებით როდესმე.